ომარიკო მიდი ერთხელ შკიტრი დაიჭირე და მეორეში ლიმონადი. აი ეგრე კაია. აი მე ძალიან კაი ქორწილია, მაგრამ რადგან ეს მუსიკოსები არიან უარგისები. რა ვიცი, მივედი მეთქი მუსიკა შევუკვეთავ თქო. პულსაც ვაძლევდი. ვერ დავუკრავთ კალბატონო. ინგა სამლარსაც დებდი და ვინ დაუკრავდა? რა ვიცი, სამლარად მცხეთამდე ჩამომიყვანა, აგერ გდანიდან ტაქსიმ და ამათ მუსიკა უნდა დაეკრათ. რა სამლარად? 3 კი არა, 23 უნდა მიგეცა. ხო გითხარით, რომ ეს ტაქსისტი ჩვენ გვაგინებს მეთქი, რომ არ დამიჯერით. ინგა წამოდი რა ვიცეკოთ ისე მიყვარს. წამო. ვაიმე, ბარა ლალიკო გაერთე მიდი შენ, უჩემოთ. ხო. ამ დახეთქილი ფუსტებით და რა უნდა იწეკოს გამაგებინა. აუ წამო რა ინგა ვიცეკოთ, კინტაურია ჩართული. მიდი. შევწყვი ჩემი სიკუთები და გააღემიდი კანები. ინგა ასეთ რატო მოხვედით, რა მოხდა? ჯანდაბა მოხდა. რა ვიცი ვიკინტაური ჩაირთო გოგო და იქ ატეხეს მე გოგოებმა აბა ინგა ჭიქა უნდა აიღო ეტაკიდანო და რა ვიცი მეც რო ავყები გადავიხარე და ფრეწორო დაიძახა ამ შარვალმა გამომებტუნა ყველაფერი ძალიან ჩახეულია უყურე. აი მე კორწილის ვიდეოში არ ჩამისვანე იქ კადრი. არ ჩასვავენ ნუ გეშენია მით და გამოგივლი მერე. ანასტასიევიჩი უხარ გადაგიღია. მაჩვენი მერე. ანასტასია, ჯოდო ქარი რო უნდა გავხდე იცი? ჯოდო უკვე ხარ, ქარი გაგლია. შეხედრებს ეუბნება ბავშვს. შენ კიდე რა ჯადოქრობა აიტეხე ვერ გავიგე. აუ ეს ციგნები ხომ იყიდე? ოზის ჯადოქარი და რო წავიკითხე სამივე მინდა რომ მე ჯადოქარი ვიყო. უი წაიკითხე უკვე ესენი. ქარჩხალის გამომცემლობამ გამოუშვა. ოზის ჯადოქარი ხო, შემდეგი ნაწილებიც იქნებოდა გიღედი მე მაგასაც. აუ თეკლას ბებია რო აკეთებდა ის ჯადოებს, ერთხელ კარადაში უპოვეთ თოჯინები და თავშქენა ჭარჭობილი კინძის თავები. მაგრამ თან ტუალეტის ქაღალდში ქონდა ეგენი გახოვილი და მაგას ვერ მივხვდით რატო. ტუალეტის ქაღალდში? და მართალმა ხო არ გავუკეთა და რამე ჯადო ომარიკოს. სულ არეული რო აქვს ბავშვს კუთხნაცლავი. ეგ ჯადოს კი არა ბუფეტის მაკარონინი ხაჭაპურის დამსახურება. თე ჯადო რო გავუკეთა ჩვენი ბუფეტის გამყიდველს. იქნებ მე მაინც ჩადოს ყველი ხაჭაპურში. აი მე გაჩერდი ახლა არ გიდათ წყევლები და რაღაცები კი ყვეწებით რა. ნუნუს ხო უყურებთ. რო წყევლი და მის დღემში ვიღაცას მაგით არ დარჩენილი კაცო ძალით ირკმელი. მაგას წყევლის გამო კი არ აქვს ძალით ირკმელი. ამოიჭრა და გაყიდა. მაგით აქვს 60-ხიანი ბინა. შენ რა იცი ეგ? მეგონა მარტო მე ვიცოდი. მე წავედი უნდა ვისწავლო უშელოცვები და ჯადოქრობა. ჩემოთახში ვიქნები. ომარიკოს საით არის ინგა, რო არ მომხდო თვალში. რა ვიცი გოგო, ეს ციგნები ხო ვუყიდი ამას, ეს ოზის ჯადოქარი ქარჩხალის გამომწვევების საიტზე. ხო და შეიკეტა ხა თავის ოთახში ჯადოქრობს რაღაცებს. თე წვენი არ გინდათ? გამარჯობელია დეიდა. მე გავაკეთე ეს წვენი და გასინჯოთ ორივე. მაჩვენე აბა. და რა უცხო გემოა, ხო კაია. როგორ გააკეთე ეს? როგორ და ვაშლის წვენი, ცოტა ცივი ჩაი, შამპუნი, იოდი და გახეხილი საპონი. დეიცი დღეს სკოლაში რო ვიტირე, ქართულის გაკვეთილზე. კიდე ლუბიენ ზაგართო ხო მასწავლებელმა? ვაჟა, თემა ხო მქონდა დასაწერი და რო წავუკითხე, ბავშვებს მიუბრუნდა და უთხრა ბავშვებო, აი ასეთი არ უნდა იყოს თემაო. და მე მემითხრა რომ მეორე კლასელის დონეზე ხარ. უყურე რა, მაგის ალაპარაკო რო გახდები, მანდ არ მომიყვანოს ვიცოდე. დასაწერი გაქვს კიდე რამე თემა? კი, და აი სათაური არის ქართველობა. მიდი ინგა, ისეთი თემა დააწერინე რომ ქვა გახითქოს. იმიტომ რომ მარიკო უკვე გახითქილია ტირილით. მაჩვენე აბა. რას ნიშნავს თქვენთვის ქართველობა? აბა რას ნიშნავს? რა ვიცი ახლა ღირებულებები, ტრადიციები, მამული ენა, სარწმუნოება, რა ვიცი რასაც ილია ამბობდა, ხო? მანდ ისიც დამატეთ რომ ქართველობა მარტო სუფრაზე დალეული ყანწით არ იზომება. უნდა გვესმოდეს კარგად რას ნიშნავს იყო ქართველი და მაშინ სადამე ევროპელი. აჰა ესე ზურაბჟანია ცნობილი ციტატა. დი ციტატა რა არის? მე რომ ჭირდა? არა ეგ ცისტიტი იყო. რა დროს ეგ არის კაცო, მიდი ჩამოვწეროთ ახლა რაც გახსენდება. ისტორიულად რა ვიცი, მის დღემში ევროპისკენ მივდიოდით, ოქროს ხანა გინდა, სულხან საბა თუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. რან ეს სიტყვებს ამბობ? ეგენი რო დავწერო, მიხვდება რომ შენ დამაწერინე. აბა ქართულებაზე რო გასდევთ, თემა სხვა რა უნდა დაწერო? ყანწების ქემა და ქართული ენა რო გვაქვს მარტო იქ? ეგ ჩვენი წინაპრები რო იყვნენ ევროპული ღირებულების მატარებელი, იმიტომ ვართ ჩვენც. ეგენი შევაგვაგონებენ დღემდე. მოხვედი ომარიკო? რა გატირებს? კიდე არ მოეწონა ხო თემა მასწავლებელს? არა პირიქით. ისე მოეწონა შენი დაწერილი თემა, რომ კლასში გამოაკრა ჭიკარტებით კედელზე. მაგრამ მე მაინც ორიანი დამიწერე, და შენს კიდე 10-იანი ეკუთვნისო.
ურაგაცინებს. ძლივს გავწმინდე ეს მანქანა რა. რასაც ჭამენ ეს ჩიტები შემანქანაზე ინელებენ მე მგონი სულ ყველა. როგორ უვლის და ევლება თავის მანქანას, არავინ მოგპაროს. პრივეტ, მადო, რა ვახარ? ვირა უნდა მომპაროს, როგორ ამობანში ხვალწიე ჰაერში. გავაკრიალე ხო, აი უყურე. ომარიკოს ქონდა ჩაპნეული ზერატოსები, საერთოდ დაუდგრიფეს სულ. კიდევ ვინახე შენი ბიჭი თამაშობდა იქით სტადიონთან დარბოდნენ ბავშვები. დედა რაღაცას უქთავი გოგო დაანებე თავი. უი დედა. შეხედე კიდე ყრია ზელატოსები პედლებთან რა. ომარიკო რატო ჩამიყარა ესენი შიგნით მანქანაში? სად გარბი ხარ? გორგანანო ექსირბილი ნახავ რა. კიკაიო შენთან ლაპარაკი ჩემო ინგა, მაგრამ წავედი გოგო ბავშვი მყავს მიტოვებული კალიასკით სტადიონზე. მიდი მადო აბა შენიცი. ესეც თუ ძიძა რა, მიაგდო ბავშვი სტადიონზე. ომარიკო, რა არის მეთქი ეს გეკითხები? უყურე რა. ინგა სახლისკენ ხوار მოდიხარ. შეხედე გოგო როგორი თხრილი ვიყიდე, იმერელი ქალისგან. დედა რა თხრილი იყიდე გოგო? თხილი, ჭურჭხელებისთვის რო გინდოდა. წამოვალ ხო აგატანინებთ მაგასაც. გავაკრიალე გოგო მანქანას, თუ ესენი ქონდა ჩაფნეული ომარიკოს. მალე ამოდი შენ. მოგიბლი. ბავშვებო, მოდით. აი ეს აიდეა ჩემის მანქანა რო გეუბნეოდით. ღია არ დატოვებული. მოდით ჩავსხდით. სიკუთები ჩაკეტა როგორ დამავიწყდა რამე ხო არა მაცალეს მანქანა. რა არის ეს? დედა სუზალატოსებია ისე ჩაპნეული. ანასტასია, ხო სახში ეგ ვაჟ ბატონი. არ გაუშვა არსად, რო ამოვალ დავაკლაზეთ რა. რა ვიდეოს გადაიღებ კაცო ვერ ახარ შენ რა. ვაი თქვენი გამყალბებელი. მოხვედი ომარიკო, მოიტანე ყველაფერი რაც გთხოვე. კი, ქათამი, ბრინჯი და პილპილი და კიდე 20 ლარი ხურდა. ხო, მომეცი. რა საკეთებ? რა ვიცი, გამოწვევ ყალბი ხო არ არის. გაყალბებაა ყველგან ხო ხედავ. ინგა მე მგონი შენ შუცაც უნდა მიაკრა აწი შტრიხ კოდი, რო არავინ გაგიყალბოს. თუ არ იცით მიაკრა მე გეტყვი. შტრიხ კოდი აღარ გამაგონა შენი ჭიდი მე რა. საჭმელს გავაკეთებ ეხლა და შეჭამე ისე არ წახვიდე სამსახურში. დედა რამდენი ხალხი იყო გუშინ აქციაზე, ვაი, მე ერთი დღის დაგეგმილზე თან. წრემლებს ვერ ვიკავებდი. ვიცი ხო, დიმაჯრო პატარა ბალიშო წრემლები ქონდა დაწუთებული სახში რომ მოვედი აქციიდან. კი, ტირო და გუშინ ტელევიზორს რო უყურებ და უნდა გადავრჩე თუ ასე იცახდა. ეს ქათამი საჭმელად უნდა გააკეთო დღეს. არა, უნდა გავუშვა, გადაწყვილი უთავო ქათამი სახში და ივლის აქ. როგორ გახიზიანებული. ნამდვილად. დილით რო გაღიზიანებული ციციბურად ამახვიდრი, იმდო გადავყარი ნაგავში. უი დელია დედა შემხდა წეღარ რომ ამოდიოდი, საღამოს გამოგივლი და აქციაზე წავიდეთო. ხო, გუშინ ვეღარ წავედით, მაგრამ ვაწივივლით ხოლმე სულ. ოპოზიციის გეგმა გჭირდება, გენაცვალე, გაინძრნენ ცოტა. ამ არასამთავრობოებმა შეუტიონ და დავანახოთ კაცო იმ დასავლეთს, რომ არ შევეგუებით ჩვენ ამ სიტუაციას. 51-ის მოკრე ქართველი ემიგრანტები კიდე საერთოდ უნდა გამოყარო იქიდან. ევროპაში რო ხარ შენ თვითონ საქართველოსთვის ვერ იმეტებ ევროპულ მომავალს, რაღაცა გამოგონილი ომის შიშით. ისე კი ვერ აგაკ რაღაცა კარგად. მოდით ახლა გამოდით გავაკეთე ბრინჯი და ქათამი. მე თავი ინდოელი მგონია მესამე ჭამუკვე ამ კვირაში. ამურანელი გემოაკ. რამე დარღვევა აღმოაჩინე. კი, მარილშეკ დარღვევა და გასაფათილებელია. ნაგავი სად არის? შოპინგი იწყება, მაგრამ ჯერ უნდა შევჭამო. ღმერთი, სულ დამოვიწყდა ისთვის შემოვიდი, მე მგონი რომ ყველაფერს ვიყიდი. 250 ლარად ყველაფერს ვერ იყიდი. ფეხსაც ვერ მიყიდო და შარვალი. ნუ კამარის თუფული დაგჭა. კამარი არ ჩენ გაწყიდა, მე რამდენი 7 days ჭამ. აუ კი შოკოლადის არის, ხო ძალიან მიყვარს მეც. პირველია რა გინდა? არ ნამციცდება თან, აბა შენ ერთ ფახლავთ ხოვილი მაღაზიებში. წამო იმ მაღაზიაში შევიდეთ. რომელს ემეუბნიო? აი კონსულტანტი ბიჭო 15 წელს ჯასტინ ბიბერი ვითა აქტმები. გამარჯობა, დახმარება ხარ გჭირდებათ? არა, მადლობა. თეკლი ბანძი შარვალი არ იყიდო ეხლა. არა, ბანძი არ არის. ბიჭები წვდელობენ ხოლმე და გოგოები. ცოტა შორი ჯასტინ ბიბერსაც ესეთი ახლახანს. ხო, როგორი დამხვევა. თეკ მე მგონი ჯასტინ ბიბერის ხათრით უნდა იყიდო ეგ შარვალი. რა? აუ, ძალიან დიდი პოტიში, მაგრამ თქვენი ხათრით ნამდვილად ვერ ვიყიდი ამ შარვალს. ჩემი ხათრით? ვერ მივხვდი? არა, ხუმრობს, ესეთი იუმორია უბრალოდ. თეკლი წინა მაღაზიაში შედი ეხლა. დომელში. აი, რენი რა ტარგარიანი როა კონსულტანტად. გამარჯობა, დახმარება თუ დაგჭირდეთ, მითხარით, კარგით? დიახ, მაი queen. ნაიჯოთ მაზის ტეკლა. გამოდი ბიჭების სექცია.
მოგვიდებით. მე მგონი კაი რაღაცები აღარ შევინე, ხო ძალიან მოგიხდა. კი, ძალიან ყოფილები ვართ, მადლობა. და ეს 7 days-ში ჩემგან საჩუქრად როგორც 7 სამეფოს კანონი ერთ დიდუფალს. ბავშვებო, შემოდით ახლა მალე დიდხანს ვიყვირო. შეხედი როგორ მოიზლაზნება რა. დაწყედით სულ ყველა. დღეს განვლილ მასალას გავიხსენებთ. მას განვლილი თუ განავლილი? განვლილი. განავლილი თქვენკენ მოიკითხეთ. აბა ვინ გამახსენებს არსებითი სახელის ბრუნვებს, რო ვისწავლეთ 7 ბრუნვა? აბა იქნება მოვაბრუნო ეხლა ესეთი ორიანები ჟურნალში, რომ თელი წელი ვეღარ გამოასწოროთ. მას მე ვიცი 7-ვე. პირამიდები, ბაბილონის დაკიდული ფაღები, ალექსანდრიის შუქურა, 7 ბრუნვა, გოგო, 7 საოცრება მეთქი ეკითხარით? ალექსანდრიის შუქურა. ჩამაშუქურეთ შენ თვიში, გაიგებდე რა ხდება. მას მე მახსოვს. პირველი იყო სახელობითი, მერე მეტი აღარ მახსოვს მას. კაი, პირველი ბრუნვა სახელობითი, მეორე მოთხრობითი, ხო? გასწავლეთ, აბა გაიხსენეთ შარჯან მოთხრობითი, ანუ ამით ერთი ადამიანი მეორის რაღაცას უთხრავს, ხო? მას უთხრავს, სწორია? დიახ, სწორია. უთხრავს ის, მას. მას მე მგონი არასწორი, არასოდეს გამიგია ეგეთი სიტყვა. სწორია, შვილო, სწორი. უთხრავს ის, მას, მოგითხარი მე შენის. ომარიკო, ჩასვება მიდი ახლა ეს სიტყვა წინადადებაში. თხა ძროხას ამბავს უთხრავს. ფანტაზია ვერ დაგეხვეწა ვერც წილს, ხო? მითხარი ახლა მანდიდან ზნა რომელია? ზმნა? ძროხა? თხარა ბიჭო. კარგით ნათია მასწავლებელო მოვალ დღესვე. კი ბატონო. რა მოხდა ნეტარ. ომარიკოს დამრიგებელმა დამიტეკა. გამოცხადეთ სასწრაფო სკოლაში, თქვენ მაშინ გაკვეთილზე კიკინი დაიწყო. ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა. დაიმხეს სახლი ამ ბავშვებმა თავზე რა. ომარიკო მოდი აქ. მაგათა რო ხარ ხოლმე სახში ეგრე იქცევით? კი, ზოგჯერ. ვასოსთან რო ვარცხმე ბალიშები ჩხუბობთ მაგის ოთახში. აუ, ლიზი ეგ არა იყო. ყურეჯა. გინდა გილაპარაკი ამასთან ახლა და გინდა არა. კაი, ბავშვები არიან განები თავით აქ ჭირს. ვასო გაუში მაგ ლეპტოპს ხელი. შენზე ძვირია ეგ. ინგადი დაუკაცრავა წყალი მინდა. წყალი ბონკაში მოდის. კარგით. რატო უხეში ბავშვს? მიდი ხა გაღები სამზარეულოში და დაალივინე წყალი. რა სამზარეულოში გავყო ვერ გავიგები. გენი ხანი აქ არიან რომ ჩემს გაგათეციან სად რა მიდევს სახლში. ამარიკო, გადადე ეგზელატორში და დამალობანა ვითამაშოთ რა. დაიმე, დამალობანას ნუ ითამაშებთ რა. რატო ინგა ითამაშონ, დამალვის დროს მაინც იქნებიან ჩუმად. წინაზე რო ითამაშეთ, აუხტია ომარიკოს დივანი, ჩასულა ლიზის შეგნით და რო დააპარეს თავზე, რა ვიცი გაიჭედა ის მექანიზმი და ძრუს ამოვიყვანეთ ბავშვი, ლამის გაგვეგუდა შეგნით. ყველა გადი შენს მეტი, ვასო შენი ხუჭები. იქ დაიხუჭე ჩემი დის ოთახში. ჩემ ოთახში ვინმე შეხვალ, ცოცხალი ვეღარ გამოყვათ იქიდან. სამზარეულოში დაიხუჭე ვასო. მოვედი ანასტასია, წავიდნენ ბავშვები. აი მე რა სიწნარეა. რა ვეთახეთ რომ გამოვედი წაღან უკვე წასულები იყვნენ. ომარიკოც არ არის სახლში. აუ რაღაც განცეში ფილმი ჩავთე. ხმები მესმის მე მგონი უკვე დიდა. კი დავამთავრებ ამ წიგნს სამსაღამოს. რა ხდება? ბაიმე ომარიკო, როდი შეხვედი მანდ? ამ მაყანე გოგო ბავშვი დივანშია ჩარჩენი.